კაპრალი ალექსანდრე თომაშვილი ამ დრომდე ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მას ქირურგიული ოპერაცია წუხელ 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ალექსანდრე თომაშვილს ფილტვები და სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული. დავით ქაშიაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში პირველი კლინიკური საავადმყოფოდან. დავით, როგორ გრძნობს თავს ახლა პაციენტი რთული ოპერაციის შემდეგ? გიორგი, ჩვენ ვესაუბრეთ მის მკურნალ ექიმს, ამ დროისთვის ალექსანდრე თომაშვილის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, საბედნიეროს მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მედიკოსები ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, რომ წუხელ 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა საკმაოდ რთული ოპერაცია. მას დაზიანებული ჰქონდა ტრაქეა და ფილტვები და ოპერაცია შეიძლება ითქვას, რომ წარმატებით დასრულდა და როგორც მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, მის სიცოცხლეს აღარ ემუქრება საფრთხე. იგი ამ დროისთვის გონზე არის მოსული, თუმცა ლაპარაკი ამ დროისთვის არ შეიძლება და ჩვენ ვესაუბრეთ მის ოჯახის წევრებს, რომლებიც ამ დროისთვის იმყოფებიან პირველი კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში, კუმკერდის ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც ალექსანდრე თომაშვილი წევს. ატლეტის მდგომარეობა რჩება მძიმე, თუმცა სტაბილური, შესაბამისად ოპერაციის სიმძიმეს. დაზიანებული იყო ტრაქეა, როგორც მისი კისრის ასევე კუმკერდის ნაწილი, დაზიანებული იყო მარჯვენა ფილტვი, აღინიშნებოდა მარჯვენა მხრივი გემოპნემოთორაქსი. ჩატარდა ტრაქეის რეკონსტრუქციული ოპერაცია, აღდგენა დაზიანებული მიდამოსი და გემოპნემოთორაქსის ლიკვიდაცია. გარედან შევხედე, გუშინ მეზინაჯერ ნარკოზის ქვეშ დღეს დილით კიდევ ფანჯრიდან შევიხედე და გამიცინა. საუბარი არ შეიძლება და ბეცა არ ხმარა მოიყო მეთქი რა ხან გადარჩი მადლობა ღმერთს. ინტენსიურ მკურნალობას გადის ის 3 ჯარისკაცი, რომლებსაც გუშინ ოპერაცია ჩაუტარდათ რუსთავის საავადმყოფოში. ამ დროისთვის ისინი გადაყვანილები არიან უკვე გორის ჰოსპიტალში და იქ გადიან ინტენსიურ მკურნალობას. ასევე გორის ჰოსპიტალში არის მოთავსებული 9 დაშავებული, რომლებიც შედარებით სუბუქად დაშავდნენ გუშინდელი აფეთქების დროს.